ხოლმე სამება, რომელიც არის ტრანსცენდენტული და აბსოლუტურებითად, ზოგადად სხვათა შორის ეს ითარგმნება ძალიან საინტერესო მიერკერძოი. ეს მიერკერძოი იმდენად ვერ იყო გაგებული ტექსტოლოგთან, მაგრამ ეს საცალკე ეხლად რომ გამოცემებში რომ ნახო, მიერკერძოი არის კერძოი ნახევარსაათის მერე იქენცერია ამასთან თუ დაკავშირებული ვერ. მიერკერძოი ერთი სიტყვა, ეპეკეინა ბერლანა ეს ტერმინია. ტრანსცენდენტული ლათინურად, ანუ მიღმიანი, ყოვლითურთ მიერკერძოი, ანუ ყოვლითურთ ტრანსცენდენტულია ღვთისმონება. ღვთისმონებას ოდნავადაც უმცირესი ნაწილითაც კი ვერასოდეს ვერავინ ვერ მიწვდება ყველაზე აღმატებულ ანგელოსთაგანაც კი. ღმერთი არასადა ვის უხილავს. ეს ირკვა ღვთისმეტყველიდან, იოანე ღვთისმეტყველიდან და ამაში ეკლესიის მამათა სწავლები ამ შემთხვევაში მხოლოდ ინფორმაცია ამ საკითხზე მე კი არ ვჩვენებ. და ვინმეს კი არ ვეპაიქრებ, ვინმე შეიძლება მითხრა არა, ამდენად შემეცნებადია და მე ვამბობ საეკლესიო სწავლება როგორია ჩამოყალიბებული დოგმატური უცვალებელი სწავლება, რომ ღმერთი თავისი ბუნებით არის ყოველგვარ ყოველგვარად ნებისმიერი ქნილებიდან და ერთად აღებული მთელი ქნილებიდან შეუმეცნებელი. ოდნავადაც კი როგორ შეიმეცნებს მის ბუნებას ვერა, მაგრამ ეს ჩვენ არ ტოვებს. გამოვამ მდგომარეობაში ეს საფსაგვეთამდე ჩვენი გზის ჩვენ მიყვანას არ განაპირობებს და ღვთისგან მოწყვეტილი არ ვართ, იმიტომ რომ რაზეც ახლა მე ვშელობდი, ერთია ბუნება და მეორეა პირი. პირი ესაა ბუნებითი პრინციპების მოქმედებაში გამოხატულობა და სწორედ ღვთის გამომდინება მოქმედებაში გასწავლთ ის დამაკავშირებელი, რითაც ჩვენ საღვთო ბუნება შევეცნებთ. ანუ ღმერთი მოქმედებაში გვეცხადება ჩვენ, ღმერთი არის ჯერ შემოქმედი, ამით გამოგვეცხადა კნილებაში, ჯერ შექმნა ყოველივე, მერე ყოვლითურთ მონაწილეობს საღვთო კნილებისა, მისგან შექმნილის საღვთო გზისკენ წარმართვაში ადამიანის შექმნა ხატად და მსგავსათვისა და მან წარმოაჩინა თავის თავი ღმერთმა მოქმედებაში, როგორც სახიერმა, ანუ კეთილმა, როგორც ყოვლადწმინდა, როგორც ყოვლად ბრძენმა, როგორც ყოვლად ყოფილმა, ყოვლის შემძლე და სხვა. რაც საღვთო თვისებებია, არც ერთი ამ თვისებათაგან თვითონ ადამიანს არ გამოჯვრედია. ღმერთმა თვითონ რაც გამოგვიცხადა თავის თავი, იმას გამოვკუთვნებთ მასვე. ესაა ეკლესიის მამათაგან აბსოლუტურად ურხევად ჩამოყალიბებული. დიოს არაბაგელი პირველი შრომა სწორედ ამით იწყება. საღვთო და სახელმწიფო რომ არ არის მონებითა სიმდისა სიტყვათა იტაო, ანუ არ არის ჯელობებითა და არგუმენტებითო, არამედ ვითარს და თავით ისი თვით გამოგვიცხადაო. ამ სახელებს გამოგვიცხადა რა მოქმედებაში მან თავის თავი. კეთილად უწოდებთ მას კეთილად. გამოგვიცხადა რა სიწმინდის მქონედ უწოდებთ წმინდა და ასე შემდეგ. და შესაბამისად მოქმედებაში ღმერთი მშვალავთ კნილებას, ჩვენ ჟელობითად ვამბობთ, რომ ისი ბუნება ჩვენგან ყოვლად მიუთხოვნია და ვერც ვიტყვებით ორაზრდა როგორც შეიძლება ვიტყვეთ, მაგრამ ეს ბუნება ჩვენგან დაფარული არ არის, რადგან თვითონ გამოგვიცხადა თავის თავი. მოქმედებაში როცა თავის თავი წარმოაჩინა და მოქმედება სწორედ ბუნებითი თვისებების განცხადება ხდება, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ოღონდ რა განსხვავება რომ მე კნილებას, ჩემს მოქმედებაში, ჩემს ბუნებას ხარკობ. და ჩემს მოქმედება არადუხტის ბუნება, ნებისმიერი საგნის ბუნებას მარადიულად შეუჩნეველია, ჩვენ და დამოუკიდებლად. თუ მან თავის თავი არ გამოაცხადა სწორედ პიროვნულ მოქმედებაში. და ასე დროს განსხვავება რა გახდა? კნილებამ შეიძლება მოქმედებაში თავის თავი გამოავლინოს, სხვაგვარად დაფაროს თავის შინაგანი რაც არის და რადგანაც წავს ამბობს ეკლესიის მამები, ის ყოვლად უთხოვარია ყოვლის შემოგანი, როგორადაც წარმოგვიჩენს თავის თავს მოქმედებაში, გწავს რომ ზუსტად ისეთივეა ბუნებითაც. ანუ რაც არის ზუსტად ისაა ყოვლად უთხოვარი და თუ ადამიანი რაიმეს პარავს, ეს მას რაღაცაში ესაჭიროება რაღაცა ნაკლოვანების და ხარვეზის მქონე მდგომარეობის და კნილობითი მდგომარეობის და ბუნების გამოხატულება. ის ვინც ყოვლად უჭირველია, აბსოლუტურად უზენაესია, ყოვლის შემძლეა, საჭიროების მხოლოდ არა, იმისა რომ რაიმე სხვაგვარი იყო ბუნებითა და სხვაგვარად წარმოჩენს. შესაბამისად, როგორადაც წარმოჩნდება, სწავს რომ ის ყოვლად უთხოვარი ასეთივეა ბუნებაში და ამით ვიღებთ ცოდნას საღვთო ბუნების შესახებ. ის ბუნება მიუცნობელია, იმიტომ კი არა რომ ღმერთმა განაგვიჩნდა და თავით თავად შეუძლებელია უსამსრულო და ყოვლის შემოქმედი ბუნების ცნობა კნილებიდან, რომელიც გამოსვლად კნილია მასზე, ლოგიკური მსჯელობითაც ეს წარმოუდგენელია. მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ საღვთო ცოდნას ვიძენთ, იმიტომ რომ ღმერთი მოქმედებაში ყოვლითურთ ჭვალავს კნილებას, მისგან დამოუკიდებლად და მას ვერ განერტვის სხვათა შორის იოანე ბერძენი ასეთი რამ აქვს, არაფრობაც კი ვერ განერტვის მას, ანუ მისგან გაქცეული ისიც კი ვერ არისო. ვერაფერი ვერ, იმიტომ რომ აქ ასეთ მდგომარეობაა წარმოსახვევი. კნილება ანუ რაც შეიქმნა, ღმერთი ამ არსებობას აღებადება, ის არაფრობას ამ არსებობის მიღება.
აი არსებობის მიღმავყოფობით არსებობის ამ ჩვეულებრივი არსებობის მიღმავყოფობის თვისებაც აქვს მერს. ამაზე ყოველი თუ დამატებულია და ამ მიღმავყოფობით ამ არსებობისგან რაც არის არაფრობა, ის არაფრობაც მის ძალმოსილებაშია, ამის იქეთ არ არის. და ეს რამდენიმე პარალელი შეიცავს ეკლესიის მამებთან ესწავლება. ანუ ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული, ამის თქმა მინდა ყველაფერი და რაღაცის მოქმედებაში ნაცვლად თქვენია.